2026 წლის 17-18 აპრილს აშხაბადში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთ-ჩინეთის გაზის სფეროში თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიები, ექსპერტები და ინვესტორები. ფორუმის მთავარი თემა იყო სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება თურქმენეთისა და ჩინეთის შორის ბუნებრივი გაზის მიმართულებით. 2 წლეულის განმავლობაში ეს თანამშრომლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტად ჩამოყალიბდა ევრაზიის რეგიონში. კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომლებიც მიზნად ისახავს გაზის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის უდიდესი გაზის საბადოს, გალკინიში განვითარებას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბადოდ ითვლება. მისი ახალი ეტაპი ითვალისწინებს გაზის მოპოვების ზრდას წლიურად დაახლოებით 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ასევე გამოცხადდა ახალი გაზის პროექტების საფუძვლის ჩახრა, მათ შორის გაზსადენის სისტემის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა. აღნიშნული პროექტები მიმართულია თურქმენეთის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდასა და მისი პოზიციის გაძლიერებაზე, როგორც ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებლისა გლობალურ ბაზარზე. თურქმენეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა 2006 წელს დაიწყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციაში. ამ პერიოდში აშენდა მასშტაბური გაზსადენი, ცენტრალური აზია ჩინეთის გაზსადენი, რომლის სიგრძე 7000 კილომეტრს არ ემატება. ამ გზით უკვე მიწოდებულია 460 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი. დღეს ეს პარტნიორობა კვლავ აქტიურად ვითარდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. აშხაბადში ჩატარებული კონფერენცია და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თურქმენეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და მის მზაობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისკენ.